აი ვისაც აქვს აქტიური მეოთხე სახლი, ის არის შინაგან ნაჭუჭში ჩაკეტილი, იმიტომ რომ აი მეოთხე სახლი ჩვენთან ნაჭუჭი არის, რაღაცა ნაჭუჭით დადის, აი ხა როცა არის ხოლმე მაგალითად იქ მძიმე პლანეტები, ხო, სატურნი მეოთხე სახლში ავიღოთ მაგალითად, აქ არის სიცივე ჩემ შინაგან სამყაროში, როგორც ჩემ სახლში. იმიტომ რომ სახლი ეს არის შინაგანი ჯავშანი, ესე რომ ვთქვათ, სადაც რონა უნდა მქონოდა, სადაც გახსნილობა, სადაც მოდუნებული უნდა ყოფილიყავი და სადაც მიღებული უნდა ყოფილიყავი. აი რამდენად ეს ყველაფერი იყო, აი ამას მეოთხე სახლი აჩვენებს, ან არ იყო. ქალების გვარში რა ხდებოდა მეოთხე სახლი გვანახებს, ხო? ხშირად არის ხოლმე, რომ მეათე სახლი, ანუ მამის სახლს ვეძახით, არის ქალური პლანეტები, ან დედას აჩვენებს პირდაპირ და ეს უკვე ნიშნავს, რომ დედა არის ოღონდ მამის ფუნქციებით. რატო იქ მზე არის მეოთხე სახლში, შეიძლება მეათე სახლის მართველი მეოთხე სახლში უკვე გასაგები არის, რომ აი შეიძლება მამა იყო დედის ფუნქციებით, ან ქალები იყვნენ კაცური ენერგეტიკის მზე, ხო, მაგალითად, აი დომინანტები, ლიდერები, ლომური ტიპაჟები. ანუ მეოთხე სახლში თუ რაღაც ცუდი ხდება, თავის ლილიტიანად, ხო, შავი მთვარიანად, აქ უნდა ვეძებოთ დედა, სადღაც დედის საგვარეულო. მეოთხე სახლი ასევე ეს არის დნმ-ის დონეზე გენეტიკიდან წამოსული ინფორმაციები, რაც ჩვენს ბრწყალებში, სისხლში არის. გენეტიკური ინფორმაცია, როცა არის ჩართული მეოთხე, მეექვსე სახლი მაგალითად, ხო, მეექვსე სახლი ჩვენთან ჯანმრთელობა არის, ან პლუტონური ენერგია არის მეოთხე სახლში, შეიძლება ძალიან ღრმა, იმ დონეზე ღრმა კავშირი ქონდეს გენეტიკასთან ადამიანს, რომ დაავადებებიც კი მიიღოს გენეტიკური მაგალითად, ხო? მეხუთე, მეოთხე სახლის კავშირი, შვილი, რომელიც ჩემს გენეტიკას იჯდება, მე მსგავს, ან დედა ჩემს მსგავს მაგალითად, ხო? აი პირობითად რო აგიხსნათ, ხო? და მეოთხე სახლი თუ არის ჩვენი პირადი შინაგანი სამყარო, ჩვენი შინაგანი ჯავშანი, ჩვენი შინაგანი ემოციური სტრუქტურა, ხო? ეს ყალიბდება ძირითადად ქალების გვარში, დედისგან, ბებიისგან, ასე შემდეგ და ღრმა ბავშვობაც ასევე და ღრმა სიბერიც მეოთხე სახლი არის ხოლმე. აჩვენებს მეოთხე სახლს. ყოველთვის. მე დედისგან რამდენად მქონდა, ან ოჯახისგან ხარდაჭერა მქონდა თუ არა, ამას აჩვენებს მეოთხე სახლი. აი ხშირად როცა შავი მთვარე ყავთ ხოლმე მეოთხე სახლში, დედაზე მიჯაჭვულები არიან, ან დედა არის მათზე მიჯაჭვული, ან საერთოდ პირიქით ძალიან ბევრი შრომობს ოჯახისთვის და საბოლოო ჯამში რომ კითხო, რომ რას იღებ ოჯახისგან, მიხდება, რომ დიდად არაფერს. იმ ემოციას და იმ გრძნობელობას, რაც მას სჭირდება, დიდად არ იღებენ ხოლმე.